შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. სარეაბილიტაციო ცენტრ თანაში მაღალმთიანი აჭარიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15-მა პირმა 25 დღიანი სრული რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ბავშვები ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ნევროპათოლოგის, თერაპევტის მომსახურებით სარგებლობდნენ, მონაწილეობდნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის მიზანს აღნიშნული კატეგორიის ბავშვების სოციალური ინტეგრაცია წარმოადგენდა. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. სექტემბერში სოციალური რეაბილიტაციის მეორე ეტაპია დაგეგმილი. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეეძლება. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული ბავშვებისათვის 24 საათიან მომსახურებას, ანუ 25 დღის განმავლობაში. უნდა წარმოადგინოს განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, შესაბამისად გარკვეული დოკუმენტაცია და არ არის განსაკუთრებული და უშუალოდ რიგი ისეთი, რომ ვერ მოხდეს ჩვენ პროგრამა გავთვალეთ ისე, რომ ყველასთვის ყოფილიყო მისაწვდომი. პროგრამა მოიცავს 24 საათიან მომსახურებას 25 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს ემსახურებიან კვალიფიციური სპეცპედაგოგები. შემდეგი ეტაპი იგეგმება სექტემბერში და ჩვენ ველოდებით ახალ ბავშვებს. მსურველებმა უნდა მიმართონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, სადაც დაწერენ განცხადებას, წარადგენენ სტატუსის დამადასტურებელ მოწმობასა და პირადობას. ძალიან მომეწონა აქ 25 დღეში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ადამიანი გავიცალე.